გამარჯობათ, მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო, რადიო მსმენელებო. დღეს 8:09 სტუდია 8-დან ტრადიციულად მე გოჩა ჯოჯოა, მოგესალმებით და წავიყვან გადაცემას დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში. და ასევე ტრადიციულად ვეცდები იმას, რომ დაახლოებით პირველი ნახევარი საათი დაახლოებით ესე მე ჩემი აზრი მოგახსენოთ და როგორც შეგპირდით წინა გადაცემაზე. დღეს მინდა ვისაუბრო საგარეო პოლიტიკაზეც, ის რაც ხდება გარშემო, რადგანაც ეს საგარეო პოლიტიკა არა მარტო ჩვენნაირი ტიპის ქვეყნისთვის, მე ამ შემთხვევაში გულისხმობ ჩვენი ეკონომიკის, ჩვენი ტერიტორიის, ჩვენი დემოგრაფიული სიტუაციის მქონე ქვეყნებისთვის, არამედ ქვეყნისთვის და ამ ტიპის ქვეყნებისთვის, არამედ თქვენ წარმოიდგინეთ, რომ უფრო დიდი მრავალმილიონიანი ქვეყნების, დიდი ქვეყნებისთვისაც კი დღევანდელი სიტუაცია შეიძლება ითქვას და ისე წარიმართა ყველაფერი მსოფლიოში, რომ გავლენის მოხდენა რასაკვირველია უკვე გარე ფაქტორებს მნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სწორედ გარე ფაქტორებს თუ ქვეყანაში შიგნით როგორ წარიმართება მდგომარეობა და ამას ჩვენ ვხედავთ, თუ უსმენთ ხოლმე გადაცემებს, არა მარტო ჩვენი ქართული გადაცემებიც, ნებისმიერი ტელევიზია რო ავიღოთ, აქ მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ასე ვთქვათ პოლუსის ტელევიზია იქნება ეს ლიბერალური ტელევიზია, ეგრეთ წოდებული ლიბერალური თუ იქნება სახელისუფლებო ტელევიზიები, ყველგან სადაც კი საერთაშორისო სიტუაციის აღწერა, ყველა ადამიანი გრძნობთ, რომ ერთ-ერთი მთავარი არის სწორედ ქვეყანაში როგორ მიმდინარეობს სიტუაცია, რა ეკონომიკური მდგომარეობა, რა პოლიტიკური მდგომარეობა, აქედან გამომდინარე, ამაზე უდიდეს გავლენას ახდენს სწორედ თუ რა ხდება მსოფლიოში. განსაკუთრებით გამორჩეული შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება დღესდღეობით რაც ჩანს, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე ძლიერი როგორც ეკონომიკური, ისევე სამხედრო პოლიტიკური მნიშვნელობით ქვეყანა, თუ რა მიმართულებას აიღებს, როგორ განავითარებს თავის ინტერესებს, მისი არეალი, რომელსაც უკვე დიდი ხანია მივეჩვიეთ ამას, რომ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მისი ინტერესები ფაქტობრივად აღიარებული აქვს თავის კონსტიტუციაშიც კი უწერია, თავის არა მარტო კონსტიტუციაში, არამედ თავდაცვის დოქტრინაში პირდაპირ უწერია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები თავის ინტერესებს დაიცავს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ხო, ასეთი ტიპის ქვეყანა როგორ მოძრაობს, რა ორბიტაზე მოძრაობს, რა მისთვის მნიშვნელოვანი, ამას რასაკვირველია გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უკვე მთელ მსოფლიოში თუ როგორ განვითარდება მოვლენები და მასთან ერთად თქვათ ის პარტნიორები, რომელი პარტნიორების ამ შემთხვევაში პარტნიორს არ გულისხმობ მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ რაღაც კეთილგანწყობილი იყოს ვინმეს მიმართ. პარტნიორია ნებისმიერი, ჩვენ ახლა ხედავთ, რომ სწორედ ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც ყურადღების ცენტრში იყო, ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ტრამპისა და სი ძინპინის, ჩინეთის, დავარქვათ, სახელმწიფოს მეთაურის, ხანახა პრეზიდენტსაც ხმარობენ ხოლმე ამ სიტყვას, რადგანაც თავისი ფუნქციით სი ძინპინი ქვეყნის მმართველია და აქედან გამომდინარე ამ ორი ადამიანის შეხვედრაზე და იქიდან გამომდინარე უკვე პირველი შეხვედრა ეს ერთია, რასაც ვხედავთ და ბევრი რამის დანახვა შეიძლება ამ დროს, მაგრამ თავარია მე უკვე შედეგებში როგორ აისახება ხოლმე უკვე ამ შეხვედრის შემდგომ როგორ ვითარდება სიტუაცია. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს რასაკვირველია რუსეთს როგორც ერთ-ერთ ყველაზე მსოფლიოში ყველაზე ასე ვთქვათ სამხედრო კუთხით გარდა ამისა, რომ სამხედრო კუთხის გარდა ტერიტორიაც მისი უდიდესია და ბირთვული ქობინებით ყველაზე შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქვეყანა ამ მხრივ, ხო? თქვათ მისი დამოკიდებულებაც როგორია, თუნდაც ამ ორი სუპერსახელმწიფო შეხვედრასთან დაკავშირებით. დიდი მნიშვნელობა აქვს და ალბათ მიაქცევდით ყურადღებას, რომ როდესაც ამერიკაში შეხვედრა მიმდინარეობდა, იქვე პარალელურად შეიძლება ითქვას, რომ პირველი პირების დონეზე არა, მაგრამ არ იყო ალბათ შემთხვევით ისიც, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი ინდოეთში იმყოფებოდა. ხო, ესეც ინდოეთიც არის
სწორედ აი ამ ქვეყნების რიგში შეიძლება შევიყვანოთ, შეიძლება მისი ეკონომიკა ამ წუთას და ამ დღევანდელი მონაცემებით ჩინეთს ვერ ეწევა, ვერც ევროპას ვერ ეწევა, მაგრამ ერთ-ერთი დიდი ეკონომიკაა ვებერთელა მოსახლეობით და ტერიტორიით, ხო? ანუ რეალურად მე რისი თქმა მინდა, ეს ყველაფერი გინდა თუ არ გინდა, რასაკვირველია პირდაპირ კავშირში არის, თქვათ, ჩვენთან როგორ განვითარდება მდგომარეობა და ყველაფერს თავი დავანებოთ ისტორიასაც თუ გავიხსენებთ და მე ხშირად ვლაპარაკობ ხოლმე, რომ ხშირად მომყავს ისტორიული მაგალითები, ხო, ისტორიის ცოდნაც რატოა, ხო, საჭირო, თუ ამ ცოდნას სწორად გამოიყენებ, ხო, შეიძლება ბევრი რამ ქვეყანაში სახელმწიფოს და აქედან გამომდინარე სახელმწიფო ხო მარტო რაღაცა ის ხო არ არის რაღაცა სუბიექტი, რომელიც რაღაც რუკაზე დახატულია რაღაცა ფერით, ხო, სახელმწიფო არის ადამიანები, რომლებიც იმ სახელმწიფოში ცხოვრობენ და აქედან გამომდინარე როგორ განვითარდება იქნება ეს ამ სახელმწიფოში მცხოვრები ადამიანები კარგ მდგომარეობაში, იქნება ცუდ მდგომარეობაში, როგორ შეძლებენ იმას, რომ პირველ რიგში ჯერ გადაირჩინონ თავი, მერე მოახერხონ, პირველი ამოცანა ყოველთვის ეს არის, ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის და მათ შორის ერის და აქედან გამომდინარე სახელმწიფოსიც, რომ ჯერ დაძაბულობაში თავი გადაირჩინო, მერე თუ კი მოახერხებ იმას, რომ პირიქით გაიუმჯობესო მდგომარეობა, ამას აკეთებს ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი. ყველაზე პრიმიტიული ცოცხალი ორგანიზმებიც კი ზუსტად ამ პრინციპით იქცევიან. აქედან გამომდინარე, საჭიროა ხოლმე ისტორიის ცოდნა. ოღონდ კიდევ ამბობ, ამ ისტორიის ცოდნას აზრი არ აქვს, შეიძლება იყოს ძალიან კარგი ისტორიკოსი, შეიძლება იცოდე მსოფლიოს ისტორია, შეიძლება იცოდე შენი ქვეყნის ისტორია, მაგრამ თუ ამას როგორც ინსტრუმენტს არ გამოიყენებს შენი ქვეყნისათვის, მაშინ ამას აზრი არ აქვს. დავით გურამიშვილი გაგახსენდებათ ალბათ, როცა ამას ვამბობ, რომ ჭკუა უხმარარ ბრიყვთათვის ჭკუა ცოდნით მოიხმარების. ანუ ყველაფერს თუნდაც იმ ჭკუასაც და იმ ცოდნასაც ჭირდება სწორი ცოდნით გამოყენება, რომ მერე შედეგი მიიღო. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენი განვითარების ისტორიის მანძილზე ყოფილა შემთხვევები, როდესაც ჩვენ ზუსტად და კარგად გამოვიყენეთ შექმნილი სიტუაცია. ხო, ერთ-ერთი ალბათ ყველაზე უძველესი, ყველაზე ნაკლები ინფორმაცია, რაც გვაქვს, ეს არის ფარსმან დიდის პერიოდი, ამას რატო ვიხსენებ, ხო, ამასაც თავისი ასე ვთქვათ არსი აქვს. ყველაზე ნაკლები მწირი ინფორმაცია ის კი არა, ფარსმან დიდი ერთი პიროვნება იყო თუ ფარსმან დიდში იგულისხმება ფარსმან პირველი და ფარსმან მეორე, ესეც კი ბოლომდე არ არის გარკვეული, მაგრამ მაშინ მოახერხეთ, რომ ფარსმანის სახელი, კარგად ხვდებით, რომ გავლენა იმ პერიოდის საქართველოზე, მაშინ რასაკვირველია ძალიან დიდი იყო ირანის, ოღონდ ისევე როგორც რომზე, როცა ვლაპარაკობთ და რომის იმპერიაზე, რასაკვირველია კავშირი დღევანდელ იტალიასთან ამას არა მარტო გეოგრაფიულადაც აქვს, არამედ ისტორიულადაც აქვს, თუმცა ძალიან ბევრი განსხვავებაა, იმიტომ რომ ამ პერიოდის მანძილზე ჩვენ ვლაპარაკობთ 2500 წელიწადზე დაახლოებით, რასაკვირველია, ბევრი რამე შეიცვალა, მაგრამ არც ისე არ არის, რომ სუნთლად დაშორებული არ არის, ხო, იმიტომ რომ ეს მათი ისტორია. იმ პერიოდისათვის უდიდესი გავლენა ჰქონდა მართლაც ირანს საქართველოზე, ეს ჩანს ძალიან ბევრ ამში, ძალიან ბევრ წყაროებში, ჩვენს კულტურის განვითარებაზე, ჩვენ სახელმწიფოებრიობის განვითარებაზე და იმ სიტუაციაში გამოჩნდა სწორედ რომის იმპერია შემოვიდა და ფარსმანმა მაშინ კარგად მოახერხა შექმნილი ამ მათი დაპირისპირების ფონზე მაქსიმალურად გამოეყენებინა ეს ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის. ბევრი, ასე ვთქვათ, ისტორიული წყარო ამის შესახებ არ აქვს, მაგრამ ჩანს იმ რამოდენიმე, ასე ვთქვათ, თუნდაც ბწყარედული მონაცემებითაც კი, რომ საქართველოს ჰქონდა საკმაოდ მნიშვნელოვანი გავლენა რომის იმპერიაზე, იმიტომ რომ ერთ-ერთი საამაყოა, იმიტომ რომ რომაელები არ აძლევდნენ ყველას იმის უფლებას, რომ შესაწირი და ჩვეულებრივად რელიგია იმ პერიოდისათვის ერთ-ერთი გამსაზღვრელი იყო კულტურაზე, სახელმწიფოზე მთლიანად და ჩვენ გქონდა უფლება, რომ ფარსმანს შეაწირვინეს რომში შესაწირი, ეს უდიდესი პატივი იყო და შეიძლება ითქვას, რომ ასეთი პატივის ღირსი იშვიათად მოიძებნება ალბათ წყაროებში რომ ვნახოთ. და ანუ ის ურთიერთობა ჰქონდა და იმ ხელაზე პატივს ცევდნენ, რომ მას როგორც
თანაბარს ისე მიმართავდნენ და ჰქონდა ეს საშუალება. ეს გვაძლევდა რასაკვირველია იმ გავლენის, ასე ვთქვათ, თუ კი რომთან ეს ურთიერთობა ჰქონდა, წარმოიდგინეთ, ხო, ეს ყველაფერი კარგად შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო ირანთან მიმართებაში. ანუ შენი სუვერენიტეტი იზრდებოდა. ანუ სწორად როცა ვახერხებდით ჩვენ, ასე ვთქვათ, შექმნილი მდგომარეობის გამოყენებას. ასევე დავით აღმაშენებლის პერიოდი, რომელსაც აქ რასაკვირველია მეტი წყაროები მოგვეპოვება, მეტი ინფორმაცია გვაქვს და იქაც ხედავთ, რომ ასევე იმ რთულ სიტუაციაში, როცა დავითმა ფაქტურად სახელმწიფოს ჩამოყალიბება თავიდან დაიწყო და თავიდან მოუწია, რადგანაც რეალურად შეიძლება ითქვას, რომ მოშლილი იყო მთლიანად. აი, როცა ამ პერიოდს ვლაპარაკობთ და ხშირ შემთხვევაში ვამბობთ ხოლმე, რომ აი ურთულეს მდგომარეობაში ვართ, რომ დემოგრაფიულად საშინელი მდგომარეობა გვაქვს დღევანდელ გადასახედიდან, როცა ვლაპარაკობთ და ვადარებთ, ხო? ამაზე უფრო უარესი მდგომარეობა იყო მაშინ. და მან დაიწყო სახელმწიფო შენებლობა, მან ამ შემთხვევაში იგულისხმება ის წრე, ის პოლიტიკური წრე და მთელი მისი, ასე ვთქვათ, ჭკუა და სიბრძნე სწორედ იმაში გამოიხატებოდა, რომ ეს ახალგაზრდა 16 წლის ბიჭი, რომელიც ტახტზე ავიდა სინამდვილეში, რასაკვირველია, კიდევ ვამბობ, პიროვნულ ფაქტორებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ის რომ ასეთი ადამიანი არ ყოფილიყო, ასეთი გაქანების, ასეთი აზროვნების, რასაკვირველია მარტო ჭყონდიდელი და ვთქვათ ის წრე, რომელიც მაშინ შემოეკრიბა მეფეს და მას გარშემო დაუდგა, ვერ შეძლებდა სწორად გამოყენებას იმ შექმნილი სიტუაციის, რომელშიც შანსი მიეცა ქვეყანას და ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ დავითმა ჩაუყარა საფუძველი და უკვე შექმნა, ისევე როგორც თავის დროზე ალექსანდრე მაკედონელს ფილიპემ შეუქმნა ხო საფუძველი, მისმა შექმნა საფუძველი იმისა, რომ მაკედონური განაპირა ბერძნებად თვითონ კი თავს თვლიდნენ, მაგრამ ბერძნები რამდენად თვლიდნენ მაკედონელებს ბერძნებად, ეს კიდე ცალკე, ასე ვთქვათ, საკამათო თემაა ხოლმე, მაგრამ რეალურად აი მაკედონიამ შეძლო მთლიანად საბერძნეთ ჩადგმოდა სათავეში და არა მარტო საბერძნეთს, არამედ შეიძლება ითქვას, რომ პირველი მეფეა, პირველი პიროვნება, რომელმაც შეძლო პირველი თეთრკანიანი, რომელმაც შეძლო მიღწევა ინდოეთამდე. შუაში სანამ ინდოეთამდე მივიდოდა, მან შეძლო სპარსეთის დამარცხება, მან შეძლო სპარსეთის ვებერთელა იმპერიაში შიგ არსებული სამეფოების ცალ-ცალკე დამარცხება და მივიდა იმამდე, რა ქვია, ინდოეთამდე. იმის მერე ინდოეთამდე ადამიანებს 100 წლეულების მერე მოახერხეს, რომ პირველად, ასე ვთქვათ, თეთრკანიანი ისევ მოხვდა ინდოეთში. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ასევე რომ თამარს შეუქმნა სწორედ დავითმა. დავითმა შექმნა მოახერხა, რომ კავკასიაში და არა მარტო კავკასიაში, მთელს ახლო აღმოსავლეთში ვებერთელა გავლენის, ასე ვთქვათ, სახელმწიფო ჩამოაყალიბა, რომელიც მერე უკვე, ასე ვთქვათ, თამარის ეპოქაში ეს უკვე ჩვენთვის იყო სანატრელი ეპოქა და გასასწორებელი, თუ კი რაღაცა შეიძლება ქართველს დღეს ჰქონდეს საოცნებოდ, ხო, ეს საოცნებოდ შეიძლება გქონდეს სწორედ თამარის სახელმწიფო, როდესაც ადამიანები ამ სახელმწიფოში, ვებერთელა იმპერიაში, ამ სახელმწიფოში თავს გრძნობდნენ დაცულად, თავს გრძნობდნენ ბედნიერად და სწორედ ეს გვაძლევს და ამან მოგცა კულტურის განვითარების საფუძველი, სწორედ დაწყებული დავითიდან მოყოლებული შეიქმნა ის გარემო, რომ მერე უკვე ვეფხისტყაოსანის დაწერილიყო და ამას იმიტომ ვამბობ, რომ ვეფხისტყაოსნის მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პატივისცემა, იმიტომ რომ მართლაც საოცარი სცენარისტი, საოცარი, არ ვიცი, ადამიანმა, რომელმაც ინგლისელებს დაანახა შექსპირი, ხო, რობერტ სტურუაზე მაქვს საუბარი, მიუხედავად მისი დამოკიდებულებისა, ადამიანები ვართ და ხშირად რაღაცეებს შეიძლება არ მოგწონდეს, მაგრამ კიდევ ვამბობ, ადამიანმა, რომელსაც არ მოსწონდა, ამას აღიარებდა, ამბობდა ვეფხისტყაოსანი და არა მარტო მას, ბევრ ადამიანს, რომელსაც მოსწონს, იმანაც არ იცის, რატომ მოსწონს სინამდვილეში. მას ის მაინც ეყო
თავისი ასე ვთქვათ შეიძლება ითქვას რომ მისი პიროვნული ერთ-ერთი შეიძლება ღირსების მატარებელიც არის სწორედ ის რომ თქვა რომ აი მე ვერ გავიგე ვეფხისტყაოსანი და არ მომწონს მაგრამ ადამიანთა უდიდესი ნაწილი რომელსაც გონია რომ გაგებული აქვს სინამდვილეში ალბათ ძალიან ცოტაა საქართველოში ვინც რეალურად იცის ვეფხისტყაოსნის ფასი ხო აი ეს ვეფხისტყაოსანი სწორედ იმ დროს შევქმნით ანუ მაშინ მოვახერხეთ ხო იმ პერიოდიდან დავითიდან თამარამდე ჩვენ სწორად დავიჭირეთ პოლიტიკური კურსი მოვახერხეთ იმ დაძაბულ სიტუაციაში და ის ურთულესი სიტუაცია იყო იქაც ევროპა და აზია ერთმანეთთან ფაქტობრივად დაპირისპირებული იყო გახსოვთ ალბათ ის პერიოდი ეს არის ჯვაროსნული ომების პერიოდი როდესაც ფაქტობრივად შეიძლება ითქვას რომ მთელი გაერთიანებული მაშინდელი ევროპა გაერთიანებაზე როცა საუბარი გაერთიანებული ქრისტეს ჯვრის ქვეშ ხო დაწყებული ინგლისიდან ყველაზე უკიდურესი ვთქვათ თუ ავიღებთ ჩრდილო-დასავლეთის სახელმწიფოდან და დამთავრებული რა ვიცი ესპანეთი იტალია მთელი მსოფლიო იმდროინდელი საქრისტიანო ფაქტობრივად ჩართული იყო ომში ისლამის წინააღმდეგ რომელსაც ასევე გაერთიანებული ისლამი იყო მაშინ ფაქტობრივად და აი ამ დაპირისპირების ფონზე საქართველოს მაშინ მოახერხა რომ არათუ სახელმწიფო შეექმნა და გაეძლიერებინა, არამედ ყველაზე საუკეთესო შეიძლება ითქვას პერიოდში აღმოჩნდით მაშინ და შევქმენით, იმიტომ ვამბობ, არ იქმნება ეკონომიკურად დანგრეულში, მაშინ პოლიტიკურად წაქცეულში და გაბითურებულში კულტურის ახმავლობა არ ხდება ხოლმე, ხო? აქედან მოვახერხეთ სწორედ, იმიტომ რომ ჩვენ როცა ამაზე ვლაპარაკობთ ამ პერიოდზე, როდესაც ვეფხვისტყაოსნამდე, ხო, თვითონ შოთა ამბობს, ხო, სანამ ჩემამდე, ხო, აბდულმესია, შავთელი, ანუ საერო ამასაც მნიშვნელობა აქვს. მანამდე შეიძლება ითქვას, რომ ქრისტიანობამ დამწერლობა აიყვანა უმაღლეს დონეზე. ჰაგიოგრაფია იყო მთავარი, იმიტომ რომ წიგნის რელიგია იყო. ხო, ამაზე ადრეც მაქვს ნასაუბრები, რა განსხვავებაა დამწერლობასა და ზეპირგადაცემას შორის, ხო? რამხელაზე წინ წავიდა ადამიანი, როდესაც მან შექმნა დამწერლობა, დაწყებული ამ დამწერლობასაც თავისი, ასე ვთქვათ, მიმართულებები ჰქონდა. გახსოვთ ლაპარაკობდით იმაზე რომ არსებობს ანბანის ასე ვთქვათ დამწერლობა არსებობს ასევე არა ანბანისეურად არამედ როდესაც აი ჩინელებს იაპონელებსაც აქვთ იეროგლიფებით ხო აი ეს ყველაფერი შეიძლება ითქვას რომ ქართულმა კულტურამ მაშინ მიაღწია იმ მაღალ დონეებს რაც შეიძლება ითქვას რომ დანარჩენ ასე ვთქვათ სამყაროში იყო და ბევრს გაასწრო კიდევაც ხო იმიტომ რომ იქ ტრუბადურების შემოდის იქაც მას რაინდობას თავისთავად მოყვა საერო კულტურის განვითარება იქაც ასევე სხვათა შორის ძალიან საინტერესო ამ ხრივ ევროპის ისტორია იმიტომ რომ ბევრ ადამიანს აქვს ხოლმე ეს მომენტი რომ აი განსაკუთრებით დღევანდელ დღეს ორი პოლუსი გამოიკვეთება ხოლმე ხო რომელმაც შეიძლება ითქვას რომ დააბნია ხო საზოგადოება ბევრ რაღაცაში რაღაც თითქოს იმაში შეიყვანა ჩიხურ მდგომარეობაში შეიყვანა ხო ერთის მხრივ ადამიანები რომლებსაც გაუჩნდათ ეს მომენტი და მე მათი მესმის იმიტომ რომ გამომდინარე იქიდან რომ მათ არავის არ ვაკნინებ მათ არ ქონდათ იმის დრო გარკვეული პირობების გამო გარკვეული გარემოს გამო ხო რომ ღრმა ცოდნა ქონდეთ ევროპაზე მათ უცბად დაიჯერეს რომ ევროპა ტრადიციების მტერია რომ ევროპა თურმე ებრძვის ოჯახს და იმას ეს ერთი პოლუსი და ამის საპირისპირო კიდე მეორე პოლუსი რომელთაც აი მივიღეთ რომ თითქოს სწორედ ის ევროპელები რომლებიც ერთის მხრივ უფრო მეტად განვითარებაზე პრეტენზია როცა პრეტენზია აქვს ცოდნაზე პრეტენზია აქვს განათლებაზე ზუსტად ეს ადამიანები მეორე პოლუსი აღმოჩნდნენ და ამობენ რომ იცით რა და საინფორმაციო გადაცემაში მოусმენთ ხოლმე ამ ბოლო დროს იყო განსაკუთრებით ამ 9 მაისთან დაკავშირებით აი ზელენსკიმ ნება მისცა პუტინს რომ ჩაეტარებინა ის აი ამ ორ პოლუსს შორისავართ
ერთი რო ეს ეხუპა, ერთი სიგიჟე აქეთ ამ მხრიდან და მეორე სიგიჟე იქეთ ამ მხრიდან იმდენად არ მოსწონს და იმდენად არ უნდა რუსეთი და გასაგებია რატომაც არა და ბევრი მიზეზი არსებობს ამისი, რომ თურმე ამას აჯერებენ ხო საზოგადოებას, რომ რას ლაპარაკობ, აგერ ზელენსკიმ მიცან ებართვა, რომ შეეტარებინა ის აღლუმი, თორე ისე რას ლაპარაკობ, ხო, აი ასეთ დონეზე ვართ, ამ ორ პოლუს შორისა ვართ და ამ ორ პოლუს შორის გვიწევს ჩვენი ცხოვრების, აზროვნების ამ ყველაფრის განვითარება და ამ სიტუაციაში გვიწევს რაღაცებზე არჩევანის გაკეთება. ურთულეს მდგომარეობაში ვართ და აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ მოგვიწევს ალბათ ფიქრი. კიდევ ამობ უარესი ყოფილა, აგერ გითხარით, რომ ისე მდგომარეობაში იყოს სახელმწიფო ხაზინა მოშლილი, ჯარი არ ყავდა, ხალხი დაცლილი, გარბოდა, სოფლები აღარ არსებობდა საერთოდ. ის ჩვენთან ჯერ კიდევ კი ვიძახი ეხლა, რომ დღევანდელ დღესაც ეს საშინელებაა და ტრაგიზმია, როდესაც სკოლები იხურება იმის გამო, რომ ბავშვები არ არიან ის პირველ კლასელი ბავშვები სკოლაში არ მისულან და ამთავრებს სკოლას რაღაცა ნაწილი და ახალი თაობა არ მოდის. ხო, დაახლოებით ის არის, რასაც ეხლა ვამბობ, რომ ისტორიაში სოფლები აღარ იყო. საერთოდ აღარ იყო. ხალხი აიყარა, მთაში გარბოდა, მთაში ბუნებრივი ციხესიმაგრეა და იქ ბუნებრივ ციხესიმაგრეში შედიოდნენ, რომ მტერს, რომელსაც პასუხის გამცემი არავინ არ ყავდა, ხო, რასაც უნდა იმას აკეთებდა. ასე მდგომარეობაში ყოფილა საქართველო და არაერთხელ ყოფილა ასე მდგომარეობაში. ხო, მაგრამ დამდგარა ფეხზე. ხო, დამდგარა, იმიტომ რომ კიდე გეუბნებით სანამ მართლა მღვდელი არ გააუპატიურეს, მანამდე ცოლის გააუპატიურეს, შვილის გააუპატიურეს, გადაუარეს, მოშალეს, მოანგრიეს და ამის მერე კიდევ დავდექით ფეხზე. ხო, დავდექით ფეხზე. აქაც ბევრი რაღაცა გასათვალისწინებელი გვაქვს. როგორ დავდექით, რა სიტუაცია გქონდა, ვინ ხელი შეგვიწყო, ვინ არ შეგვიწყო, ვინ იმ მომენტისთვის დადებითი რა მოიტანა, ვინ მერე ეს დადებითი უარყოფითი როგორ გადაიტანა. ეს ურთიერთობებია სულ. და ეს მარტო ჩვენ არა ვართ ამ მდგომარეობაში. ვიღაცებს გონიათ, რომ თქვათ იგივე ის ქვეყნები, როგორიც არის თქვათ დღევანდელი თურქეთი, ანუ ყოფილი ოსმალეთი, იგივე ირანი, ან ევროპაში როგორ იქ გონიათ, რომ იგივე მდგომარეობა არისო, ასევე ერთმანეთს ჟუჟავდნენ, ხოცავდნენ, ღალატი, ყველაფერი, რაც კი ადამიანს ჰქონია, ყველა ის თვისებები, რაც კი ადამიანში დევს, არა მარტო ჩვენ, არამედ ჩვენს გარშემოს მთელი მსოფლიო ასე ვითარდებოდა. ოღონდ მე ახერხებს ეს მსოფლიო რაღაცების დაალაგებას. და აქედან გამომდინარეა ჩვენც ხომ უნდა მოვახერხოთ, ხო? ჩვენც ხომ უნდა გავიდეთ ასეთი ორპოლუსიანობით, რომ და მოქსულია ეს. აი აქ სულ უახლეს ისტორიაში მოქსულია, რომ თუ კი თქვათ ერთმა რაღაცას მიაღწია, მეორე მერე იწყებს ახალი მოსული იმის განადგურებას. იმას თუ რამე აქვს გაკეთებული, ამბობს, რომ აი ეხლა მე ნოლიდან ვიწყებ ყველაფერს. ბიჭო, ნოლიდან შენ კი არა, კიდე გეუბნებით, რომელი ნოლები უნდა გათვალო და მოთვალო, მოვდივართ, არ ვიცი, ჩვენ თვითონ არა გვაქვს წყაროები, საიდანაც მოვდივართ, მაგრამ ჩვენზე ის ადამიანები, რომელთაც შექმნეს და ბერძნებს ამას ვერავინ ვერ წაართმევს, შექმნეს ისტორია, შექმნეს წყაროები, ისინი ამბობდნენ და წერდნენ ჩვენზე. ჩვენ თვითონ არაფერს ავწერდით. ეს დღემდე გვაქვს, სხვათა შორის არ გვიყვარს რაღაცების ფიქსირება. იმათ ეს უყვარდათ. თავიდანვე ამ საქმით იყვნენ დაკავებული და ცდილობდნენ და აქედან გამომდინარეა სწორედ აი ბერძენს როცა ვამბობთ, ბრძენიც ამ სიტყვიდან ალბათ მოდის და კავშირში უნდა იყოს ბერძენთან მიმართებაში. აი ეს ბერძნები უხსოვარი დროიდან რო ამბობენ ეს უხსოვარი დროიდან, იმიტომ რომ ზუსტი თარიღები კიდე არ იციან, დაწყებული კოლხეთზე როცა ლაპარაკობდნენ, როგორ მოგვიხსენიებდნენ, მე ვთქვათ იგივე რომის ისტორიკოსები როგორ მოგვიხსენიებდნენ, ისინი ვინც წერდნენ, მე არაბებიც წერდნენ, მანამდე ირანელებიც წერდნენ, ყველგან მოიხსენიებით და ვართ, ასე რომ ვერავინ ვერ იტყვის რომ მე ეხლა რაღაცა სუფთა ფურცლიდან ვიწყებ და საქართველოს დაიწყო ჩემი და არ არის ეგრე ხალხო. ნუ და ნურც ნურავის ვეძებთ ისეც რომელიცაც აი ეხლა დაიწყებს და რაღაცას ისეც გააკეთებს. არაფერი ფორმულა ერთი მოსაძებნი ამ ქვეყანაში და ეს ფორმულა არის რომელიც მისაღები უნდა იყოს ყველასთვის. ფორმულა იმისი რომ სახელმწიფო როგორ უნდა იყოს მოწყობილი, რა ასე ვთქვათ ზღვრებში უნდა ჯდებოდეს, რას უნდა აკეთებდეს ხელისუფალი, ეს გვაქვს ჩამოსაღალებებელი. რომ არ გადიოდეს კანონს მიღმა, რომ ეს კანონები უნდა შეესაბამებოდეს არა მარტო იმ ჩვენ რეალობასაც, არამედ საერთაშორისო რა ხდება იმ რეალობასთან. იმიტომ რომ ის გამოცდილებები, რომელსაც იმიტომ ლაპარაკობ ისტორიას რატო ვიხსენებ, ეს გამოცდილებებია.
და ყველაფერი არ არის სავალდებულო რომ შენ მანდამენ შენ საკუთარ თავზე გამოსცადო. ჩვენმა მეზობელმა რომ რაღაცაში მაშინ რა ქვია ხელი ჩაყო და დაეწვა, ხო შენ იმ ადგილზე ხელი აღარ უნდა ჩაყო. იმიტომ რომ შენმა მეზობელმა რო ჩაყო და მადლობა უნდა გადაუხადო და უთხრა რომ მადლიერი ვარ რომ ეს დაწერე გამაგებინე რომ იქ ხელის ჩაყოფა არ შეიძლება. კი არ უნდა გაუბრაზდეთ რამეზე რომ იმან დაგვასწრო და თურმე როგორ იცის. არა იმან რომ მოგცა და გაგაგებინა შენ ესე მეზობელი იქნება შორეული იქნება ასე განვითარდა კაცობრიობა. მტრები ერთმანეთს როცა ებრძოდნენ და რო იპყრობდა ხანდახან ყოფილა და უმეტეს შემთხვევაში ესეც ისტორიას ახსოვს ბერჯერ რომ მარტო ეს არ არის რომ ცივილიზებული იპყრობდა ნაკლებად ცივილიზებულს და ცივილიზაცია შექონდა. ასწავლიდნენ ტანის დაბანვას, ასწავლიდნენ მოწყობას, რა ქვია ტანის დაბანვა როგორ უნდა მომხდარიყო, წყლის გაცხელება როგორ უნდა მომხდარიყო, საერთოდ მორწყვა როგორ უნდა მომხდარიყო, ნაყოფი როგორ უნდა მოეყვანათ, უფრო უკეთესად, რა უნდა გაეკეთებინათ ამისთვის. ქალაქი როგორ უნდა მოეწყოთ. ამას ცივილიზებული ასწავლიდა ნაკლებად ცივილიზებულს, მაგრამ ის ამ ყველაფერს იღებდა, იმიტომ რომ ჩვეულებრივი მერე რომ მტერია, ხედავდი რომ უკეთესი იყო. ყოფილა პირიქითაც, ნაკლებ ცივილიზებულს დაუპყრია ცივილიზებული, ასეთიც მომხდარა. მერე ეს ნაკლებ ცივილიზებული რომ შევიდა, დაიპყრო, ნახა რომ ის უკეთესი იყო. და იმიდან რა ქვია თუ კი ცხოვრობდა იმაში ადრე კარავში მერე გადავიდა ქვის აშენებულ ან ხის აშენებულ სახლში ხო ეს იცვლება ეს ჩვეულებრივი რამეა და არ ნიშნავს სხვისგან რომ რაღაცას აიღებ ნათქვამი კიდევაც კი გადასარევია როდესაც ამაყოფი მითი რომ აგერ მე ჩემი დამწერლობა მაქვს მაგრამ ბერძნებს ბევრი არ იმას გადაახეს ფინიკელებისგან ამბანი გადასარევი რამეა მოგონდილი და ადგეს და ეს ამბანი გადმოიტანეს პირდაპირ რამე წააგეს ამითი კაცო ის იმ ბერძნებზე რომელსაც აგერ 2 წუთის წინ გელაპარაკებოდით რომლებმაც სოფლიო ისტორიას აჩუქეს და მიცეს რა ხდებოდა და რა ვითარდებოდა არ გვეცოდინებოდა რომ არა ისინი ჩვენ შესახებ არ გვეცოდინებოდა ხო იმ კოლხეთის შესახებ და მედეას შესახებ და იმ ოქროს საწმის შესახებ არაფერი არ გვეცოდინებოდა ჩვენ არაფერი წყარი არ დაგვიწერია კაცო მაგ დროს მართ მაგ დროს და ისე ბერძნებისგან რო გავიგეთ მე რაღაცები დავწერეთ რა თარგმნეთ დავწერეთ და გავიგეთ და დღეს ასე ვთქვათ ვამაყობთ ამითი ხო იმ ბერძნებმა ეს გადმოიტანეს ისევე როგორც ჩინელი არ ეკლავს რა თავს ბიმისგან გინდა თუ არა ჩემი უნდა მოვიფიქრო რამეო სხვის მოფიქრებულზე იწყებს ჯერ იმის კეთებას მე თუ გაუმჯობესა გადასარევი ასევე უნდა ავიღოთ ისინი ცუდები არიან სად ბიჭო ცუდი რა აქვთ კარგი არაფერი არა აქვთ დავინახოთ რა და ის კარგი გადმოვიტანოთ ხო კარგი ის აქვთ რომ ადამიანები დავარცხნელ დალაგებულ ქვეყანაში ცხოვრობენ როგორ მოახერხეს სულ რაღაც შეიძლება 50 წლის წინ ესე არ იყო 50 წელს მათაც იგივე პრობლემები ჰქონდათ. ხო, იმათაც რთული პულსი აქვთ გავლილი კაცო. ყოფილა ცივილიზაცია ჩვევია ესეთი რამე. ხო, ხან განვითარდება პიქს მიაღწევს, მე უცბად ვარდნა. ყოფილა შემთხვევები რომ პირდაპირ შავ საუკუნეებს ეძახიან, რომ არც იცოდნენ რა ხდებოდა იმ ევროპაშიც. იმ რომის მერე პერიოდი იყო, როდესაც საერთოდ აი ეს თეთრი ლაქები ან შავი როგორი ფერი მოგწონთ იმის მიხედვით, ხო? ნიშნავს რომ არ ვიცოდით იქ რა ხდებოდა. თვითონ არ იცოდნენ ჩვენ რა უნდა გვწოდნოდა კაცო. არის ესეთი რამე გაიარეს მე უკეთესი ცხოვრებისკენ ნელ-ნელა მივიდნენ იმათაც ის პირველი მსოფლიო ომი მეორე მსოფლიო ომი გავლილი აქვთ იმათ პერიოდი ქონდა გერმანიას რომ დღეში ორჯერ ხელფასს აძლევდნენ ადამიანს იმიტომ რომ ინფლაცია ისეთი იყო რომ დღეში ორჯერ უნდა მიეცათ კაცო ხელფასი იმიტომ დილას რო ხელფასს მიცემდი საღამოსკენ და პური რო ეყიდა ის ხელფასი აღარ ქონდა და ამიტომ ეს მდგომარეობაც გავლილი აქვთ მაგრამ დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ეკონომიკა იმისა ჩამოწერეს ახლა ამერიკის შეერთებული შტატები მაგარია რუსეთი და ამერიკა აგერ ერთმანეთს ელაპარაკება აგერ ჩინეთი ევროპა ვინ არის ის ევროპა იმ 3-4-შია გაერთიანებული ევროპა ხო მით უმეტეს თორე მარტო გერმანია არ ადგირს და მარტო იგივე ის ფრანგების რა ვიცი მარტო ეკონომიკა რამდენი რამე შეიძლება მათგან ისწავლო და აიღო ხო რაც მათ გაიარეს და ნახეს ეს ყველაფერი ამას იმიტომ ვამბობ ეს სასწაულია და ჩვენს ქვეყანაშია გასაკეთებელი და ჩვენ ამ დროს რითი ვართ დაკავებული ერთმანეთთან აი გითხარით რა ორ პოლუსზე ვართ და უყურებთ ამ სიტუაციას ესე მისე არ იყოს სომხეთში ჩატარდა საინტერესო ფორუმი ჩატარდა და საინტერესო რამე მოხდა და მადლობა უნდა მე ადრეც გითხარით მადლობა უნდა გადაუხადოთ სომეხ ხალხს რომლებსაც თავის ხარჯზე ხო ყარაბახის ხარჯზე მათ მშვიდობას მიაღწიეს და ის ფუნქცია და როლი რომელიც მათ ჰქონდათ
ასე პირდაპირ მინიჭებული ქონდათ ვერ იტყვი, მაგრამ რეალურად ასეთ სურათში ჯდებოდა, რომ იმ შემთხვევაში თუ კი კავკასიაში აზერბაიჯანი და სომხეთი ხო მოახერხებდა ამ კორიდორის გაკეთებას და მე ეკონომიკურად ასე ვთქვათ ზრდა დაიწყებოდა, სომხეთი უნდა ყოფილიყო ის, ვისაც ეს უნდა აეჭრა. ხო, რუსეთს რაღაც გარკვეულ ნაწილს შეიძლება არ აწყობდებდა, არ აწყობს და არ აწყობდა მაშინაც და სომხეთი იყო ის, რომელსაც ფუნქცია ჰქონდა იმ დინამიტის, რომელიც უნდა აფეთქებულიყო. რომ ეს სიტუაცია, თქვა, თუ კი ზედმეტად საფრთხე გახდებოდა, ხო, არა მარტო ეკონომიკური, არამედ შეიძლება სამხედრო თვალსაზრისით რუსეთისათვის, სომხეთი უნდა აფეთქებულიყო. ეს პრობლემა მოხსნა. ზურგში იყო, რა ქვია, ხანჯალი, ასე ვთქვათ, კისერზე მობჯენილი და მოხსნა ეს პრობლემა. ხო, ეხლა დღევანდელ სიტუაციაში, კიდე გეუბნებით, ყველაფერს სჭირდება სწორი გამოყენება. ის რაც ხშირ შემთხვევაში მილაპარაკია და ის რაც ბიძინა ივანიშვილზე საუბრობ ხოლმე, ხო, უკეთესი ესე იქნებოდა, ეს რატო არ გააკეთა ეს. მეორე მხარესაც ამასაც ხშირად ვლაპარაკობ. ესეც უნდა დაიკარგოს, რაც თუნდაც მისი აი ამ შეიძლება ითქვას უარყოფითი მომენტები, რომელიც ფასია, ხო, ამაში გადახდილი, როგორც მიშას დროს ვამბობდი, მიშამ სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, ინსტიტუციური ნაწილი ხო გარკვეულ წილად ჩამოაყალიბა. ხო, იმიტომ რომ ქვეყანა გქონდა, რომელშიც ნაცხოვრები ვარ მე. სადაც საზღვრიდან მე საზღვრეს, რასაც გინდა, ისე გაევლიდი საზღვარს, კაციშვილი თუ გინდოდა, რასაც გინდა შემოიტანდი, ისე გაევლიდი საბაჟოს, გადაიხდიდი ფულს, რასაკვირველია და რასაც გინდა შემოიტანდი ან გაიტანდი. ისე ეკონომიკას, ეკონომიკურ ასე ვთქვათ, საქმიანობას ისე აწარმოებდი ქვეყანაში და ისე გააკეთებდი ნებისმიერი მიმართულებით ვაჭრობა იყო, წარმოება იყო, რომ საერთოდ გადასახადს არ გადაიხდიდი, მაგრამ საგადასახადოს ვიღაცას მიცემდი და ასე შემდეგ. და ეს ყველაფერი სახელმწიფო დონეზე გააკეთა. ოღონდ ფასი დაგვისვა ძალიან ძვირი. ხო, ადამიანობა და ადამიანის უფლება საერთოდ გათელა, გადაუარა ღირსებას, ყველაფერს, მაგრამ ეს გააკეთა. გააკეთა, ხო მოიტანა. ახლა ამის მერე ამას ჭირდებოდა სწორ ადამიანურ ჩარჩოებში მოქცევა. ადამიანურ ჩარჩოებში ეს უნდა გადაგეტანა და ყველაფერი თითქოს ნორმალურ სახელმწიფოს მივიღებდით და წავედით თითქოს ამ გზით. და დაპირებებიც ეს იყო. აქაც გავიჭედეთ, მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში ის რაც შეიძლება უარყოფითი იყო და ეს ფასი რახან უკვე გადახდილი გვაქვს. ეხლა უნდა დავკარგოთ? რომ მე ევროპა მინდა, მე დასავლეთი მინდა და ამიტომ არაფერი სავაჭრო არ მაქვს და უნდა გავექანო და აი ოღონდ ეს მოვიშორო ეხლა და პირდაპირ ჩავეხუტებით იმას. არც ეს არ არის, ესეც არის სომხეთმა მოიგო. სომხეთმა ჩვენზე უფრო უკეთესად შეიძლება ითქვას ივაჭრა დღეს მით უმეტეს ხედავთ რომ ტრამპმა პირდაპირ მოიტანა ხო ეს ტერმინოლოგია სხვათა შორის საინტერესოა რომ თურქებმაც დაიწყეს ამაზე პირველად ლაპარაკი და აღნიშნე კიდევაც ეს ძალიან ადრე იყო ეს ოდესაც პირდაპირ თქვეს რომ ამაზე წამოვალთ რუსეთთან შეიძლება დავძაბოთ სიტუაცია მაგრამ გჭირდება ეს და ჩამოთვალეს ხო მათ შორის შეერაღებაზე იყო ლაპარაკი რომელიც თანამედროვე ბოლო შეერაღებას ითხოვდნენ თავიანთ პირობებს ითხოვდნენ რაღაცას და კი ბატონო სანქციებაზე წავალთ ამებს თუ არ მომცემ მაშინ არ წაპირდაპირ ვაჭრობ თან კი არ თამაშობ ამას ასე გევაჭრებ იმიტომ რომ ეს გამოჩნდა ხო სოფლიოში პირდაპირ გვაქვს სიტუაცია როდესაც ელემენტარულად ადამიანები ამბობენ იმას რომ პოლიტიკა ეს ჩვეულებრივი ვაჭრობაა ხო ვაჭრობას ამბობს ხო რუსულ სიტყვას თარგმანში ხო ძელკა ინგლისური დამავიწყდა რას ხმარო ამბობს ხოლმე ტრამპი გარიგებას იძახის ხო აი გარიგება როგორი უნდა დავდო ჩინეთთან მივდივარ რომ გარიგება გავაკეთო მივდივარ იმასთან რა ქვია ევროპასთან გარიგება გავაკეთო გარიგება შემოვიდა ხო ეს ტერმინი და ბიზნესმენია რომელსაც მე პატივს ვცემ იმიტომ რომ ამ ტიპის ასეთი ტიპის ბიზნესმენი რომელიც პოლიტიკაშია მოსული ოღონდ კიდე გეუბნებით ბიზნესის ის წესები რომელიც მას აქვს პოლიტიკაშიც მოსული წესებია რასაკვირველია ჩარჩოები შეიძლება უფრო დიპლომატიური შეიძლება ყოფილიყო მაგრამ როგორიც არის ეს არის მაგრამ ამ ადამიანმა სინამდვილეში რაც გააკეთა ყველაზე მთავარი რაც გააკეთა ამას არ ვიცი მე მგონი მარტო მე არ ხვდები და უდიდესი ნაწილი ხვდებით და ალბათ მე კიდე უფრო დიდი ნაწილი მიხვდება ის რატომაც თქვა რომ მე მშვიდობის პრემია მეკუთვნის ეს სინამდვილეში ესე იყო არ ელოდებოდით იმას რომ მესამე მსოფლიო ომი და ამ ფაზაში მესამე მსოფლიო ომი მეორე რომ დამთავრდა მაშინვე დაიწყო მაგრამ
ყველაზე აგრესიულ ფაზაში იყო შესული, როდესაც მისი რა ქვია ტრამპის წინა პრეზიდენტი ბაიდენის დროს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი ლამის მისული იყო იქამდე, რომ რუსეთს მოუწია იმის თქმა, რომ ეხლა თქვენ თუ მე ძალიან მომაწვევით, ამ ჩვეულებრივ შეერაღებაში შეიძლება წავაგო და ამდენი შეიძლება არ გქონდეს, მაგრამ მაშინ მე იძულებული გავხდები გავისროლო ატომური ბომბი. ხო ეს ჩვეულებრივი რამეა რა, ადამიანი გეუბნება რომ ეხლა მაგინებ, მაფურთხებ, შეურაცხყოფას მაყენებ, მაგრამ იძულებული გავხდები თუ ესე გააგრძელებ, ჯიბეში პისტოლეტი მიდებ, ამოვიღებ და გესური რა, იმიტომ რომ სხვანაირად აბა ვერ გაგაგებინე რა, ვერაფერი გეუბნები, არ მინდა ჩვიმაში რა ქვია, ეს მდგომარეობა ჩემთვის მიუღებელია, შენ მეუბნები რომ არა ესე კი არა, ესე უნდა იყოს და ეხლა გაგლახავ კიდევაც, იმიტომ რომ უფრო ძლებ გესური რა. და ვიღაცები აქაც მახსოვს ხო ზოგიერთი ის ბავშვები ჟურნალისტები გავგია მიამიტათ როგორ ნუ თუ იქნება ადამიანი რომელიც ამას თიც დააჭერს ბიჭო ადამიანი იქნება თიც დააჭერს კი რა მთელი განყოფილებებია შექმნილი მაგაზე რომელიც ამას უნდა აკეთებდეს 100 ამერიკის შეერთებულ შტატებშიც 100 საფრანგეთშიც და 100 ყველგან ესა ჯოულებრივი რა მიაჩვიეს ადამიანები რომ არა კაცო ახლა ვინ გაისuris გამსროლი იყო მიხვდა ხო თუ ვერ მიხვდა ვინმე კიდე კარგად გქონია საქმე ბედნიერი ადამიანია რაჯობია ესეთ ცხოვრებას, როცა ამ ყველაფერს ვერ ახვდები და რა საშინელ იმაში შედიხარ რა ქვია სიტუაციაში ამას რო ვერ ხვდები. გამზადებული სიტუაცია იყო, ხო, იმისთვის რომ მესამე მსოფლიო ომი დაწყებულიყო. შეჩერდა ეს ყველაფერი. აგერ ჩანს ირანთან მithქვია კიდევაც რამოდენიმეჯერ და გამეორება მიწევს. ირანთან დაპირისპირებამ რა შედეგები მოიტანა მსოფლიოში ხედავთ ხო გაჩერებულია თან კიდევ ასე ვთქვათ რაღაც გარკვეულწილად შეჩერდა ეს პროცესი ირანი რომელიც რამოდენიმეჯერ 10ჯერ 15ჯერ ნაკლებია თავისი ტერიტორიითაც თავისი დემოგრაფიული მდგომარეობითაც თავისი შეერაღო ყველაფრით რაც არ უნდა იყო ხო იმასთან ომმა რა მოიტანა შედეგად ხედავთ ეკონომიკა ამისაც ჩვენც გვგრძნობთ ხო ამას ჩვენს ქვეყანასაც და უკვე ბანკებმა დაიწყეს ხო საუბარი იმაზე რომ თქვათ კიდე უფრო უნდა გაძვირდეს ბანკის პროცენტი იმიტომ რომ კრიზისული მდგომარეობა ქვეყანას რომელსაც ეკონომიკა არ აქვს კაცო თან ამას იმიტომ გეუბნებით რომ ეს არის ქვეყანა რომელსაც ეკონომიკა არ აქვს და ამიტომ რო გრძნობ ამას ის გრძნობ გამომდინარე იქიდან რომ იმ ელემენტარული რაღაცე პრიმიტიულ დონეზე რაც არის იმასაც თავს რო ვერ ართმევენ და ის გინდა არ გინდა მოქმედებს ხო შენზე თორე ამ ქვეყანას ეკონომიკა არ აქვს რო თქვათ ჩვენთან რო ვთქვათ რომ ჩამოგვეშალა ეკონომიკა, ამას ვერ იტყვი, იმიტომ არ აქვს. რაც არ გაქვს, ვერ ჩამოგეშლება. ის რასაც ჩვენ ეკონომიკას, რაც ჩვენი ეკონომიკაა, იმას ეკონომიკა არ ვიცი ახლა რა დონეზე შეიძლება ამას ეკონომიკა დაარქვა. იმიტომ რომ კიდე გეუბნებით ხანდახან რო უყურებ ხოლმე ფიქრობ ეს შედეგი ის რაც ხდება იმ ფასებიდან დაწყებული რაც იყო და იმ კრიზისულ მდგომარეობაში რაციც არის შესული ეს ყველაფერი და მე ფორმებიც ბრძოლის არა მარტო ამ მიმართულებით, კაცო ნებისმიერ გინდა კრიმინალურ სიტუაციასთან დაკავშირებით როცა მიდის. ერთის ხრივ აგერ ყოველ დღე ვიღაცებს იჭერენ ამებაზე და იმავდროულად არ აქვქნა ძმაო აგერ ვიჭერ. იქიდან ხედავ ქურდული იმითი მართავენ. ან იმაში რა ქვია ავარიები და საშინელება ხდება, საცობები საშინელება ხდება და აგერ ზმაო რაღაცას ვაკეთებ რა, იმ რეფორმებისთვის ჯარიმები გავზარდეს გავაკეთე ხო? და ვიღაცა ფიქრობს რომ ალბათ ამიტომ აკეთებენ რომ ჯარიმებს იმითოს დიან რომ ალბათ ან მანქანების შემოყვანაზე რომ ის ახალი რეფორმა გვტენიან რომ თურმე მანქანა ამდენი წლის უნდა იყოს იმისათვის რომ შემოიყვანო, ეს ალბათ იმიტომ რომ რაღაცა დაარეგულიროს. ისევე როგორც ფასებთან დაკავშირებით ცადეს რაღაცა და თითქოს ის ხანდახან ვფიქრობ რომ ორი ვარიანტია ხო ან მართლა ჯერავთ რომ ასეთი ფორმით უნდა გააკეთონ და თუ ეს მართლა ჯერავს ნიშნავს რომ მინიმუმ არაპროფესიონალია ხლა სიტყვები დანარჩენი ვის როგორ მოსწონს ზოგი გინებამდეც მივა და რა ვიცი ეს იმის ემოცია როგორი აქვს ადამიანს იმის მიხედვითა ზოგი რა ქვია ასე უფრო აღიქვავს ზოგს ბილსიწყვაობა მოწონს და ამიტომ მე ვამბობ აი ესეთი საშუალო ტერმინით ხო არაპროფესიონალები ან უსინდისოები არიან ხო იმიტომ რომ ან იცი რომ ამას შედეგი ეს არ მოყვება და ამეთი გინდა რომ ხალხი მოატყვილო და უსინდისო ხარ, აქაც სიტყვა უსინდისოსაც ხმარობ ისეც. შეიძლება ნებისმიერი მიმართულებით წახვიდი, აქაც გინდა ბილსიტყვაობით, რაც გინდა და არქვი, ვისაც რა მოგწონთ, მაგრამ მე ამ შუალედურ იმებს ვიღებ, ხო? ან უსინდისო, ან არაპროფესიონალი. ხო, ჩემთვის შედეგი ერთ და იგივეა.
ეგ მე რომელია ნიშნულობა რასაკურველი ამასაც აქვს, იმიტომ დანაშაულის ხარისხის მიხედვით არის. შედეგი კი ერთ და იგივე დგება ჩემთვის, მაგრამ ერთი არის რომ ადამიანს უმეცრებით მოუვიდა და არაპროფესიონალია, ხო, ზოგს მე გინდა სალანძღავი სიტყვები დაარქვით და მეორეა, ძალიან კარგად აცის ეს ყველაფერი, მაგრამ აწყობს ეს სიტუაცია. და აქედან გამომდინარე მაშინ ამას თამაშობს. ასე ებრძვის თურმე კრიმინალს, ასე ებრძვის ნარკომანიას, ასე ებრძვის, რა ქვია, ფასებს, ასე ებრძვის, რა ვიცი, მას რა ქვია, სუვერენიტეტის დაცვას. რომელი სახელიც გინდა დაარქვით, რომელიც გაგიხარდებათ ის დაარქვით. შედეგი ჩვენთვის ერთ და იგივე დგება. მე პოლიტიკოსების ნაწილი არის რომ რაც შეიძლება მჭახე და იმით ემოციური სიტყვებით თუ იტყვი და თუ აგინებ ხო უფრო მაგარი ხარ, ან ორივე მხარე ამას აკეთებს სხვათა შორის. და სად გადის მე ის ზღვარი, ხო მე ყოველ შემთხვევაში ვფიქრობ რომ იმ ადამიანებს ველაპარაკები, ვინც აზროვნებს ან ყოველ შემთხვევაში სურს რომ აქ იაზროვნოს და ნელ-ნელა გაყვეს რაღაცას, აი ყველაფერი ხო სინამდვილეში მიზეშედეგობრივია თქო, ხშირად ვამბობ ხო? აი როგორ უნდა განვითარდეს, რა უნდა გაკეთდეს ამისთვის. ივანიშვილმა ერთი რამე რაც ეხლა ამ სახელმწიფოს აქვს, თავისი ცუდით, კარგით ეს განსაზღვრა და იმიტომ გააკეთა, ვიღაცებს ის აქვს, რა ქვია, რომ რას ლაპარაკობ ეს ივანიშვილს ჩაფიქრებული ქონდა ესე და 10 წლით იცოდა და 15 წლით იცოდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რა ქვია, ასე თვლიან. ბიჭო, მათი ნებაა. იმიტომ დიდი მნიშვნელობა კი არა აქვს ამას. მნიშვნელობა ყველაფერს აქვს, რასაკვირველია, მაგრამ მნიშვნელობა ჩემთვის თავარი შედეგობრივი თვალსაზრისით. თუ გამოუვიდა ესე, საერთოდ არ ფიქრობდა ამაზე. იმიტომ რომ ფიქრობდა ძალიან კონკრეტულ რაღაცაზე. ამ წუთას ეხლა მას ჭირდება ეს. აი იმ სიტუაციაში, შექმნილ სიტუაციაში ეხლა დაჭირდება ეს და ამას აკეთებს. მე ასე უყურებ, რომ ეს ადამიანი და ამაშია მთელი მისი სიჭკვიანეც, რომ ის არ ცდილობს რაღაცა შეისწავლოს მოვლენა, ჩაწვდეს ამ მოვლენის არსს, გაანალიზოს და მერე თვალოს და არ აკეთებს ამას ეს კაცი. ამაში არის მთელი ის ასე ვთქვათ მისი ყველაზე მაგარი ნიჭიერება. რაც იმ მომენტისთვის ჭირდება იმას აკეთებს. ჭირდებოდა ევროპა? ის რაც ვერ გაბედა მიხეილ სააკაშვილმა, გაბედა ბიძინა ივანიშვილმა. კონსტიტუციაში ჩაწელა პირდაპირ, კაცო, ნატო და ევროკავშირი. საოცრება გააკეთა, რომელზედაც კიდე გეუბნებით, არ შეიძლებოდა ამის გაკეთება. დააჭირდა მერე და გახდა ყველაზე მეტი ტრადიციული, კონსერვატიული და საბოლოო ჯამში ესენი რომ რუსი ხარ, რატო უნებიან რუსი ხარ? იმიტომ უნებიან რომ ერთადერთი რუსეთია და იმ ტიპის ქვეყნები, რომლებიც არ ეუნებიან ამას, რომ არჩევნები შენ ძმაო გააყალბე. მასე არ შეიძლება ხელისუფლებაში შენ რო ხარ მოსული, ეგეთი ფორმა არ არსებობს. აიათოლა ხომეინიც კი რო იყო და ეხლა რო ალთა ხამენეია, ისიც და ხამენეის შვილია ეხლა კიდე მესამე. იმასაც კი გარკვეულ წილად რაღაც სულიერი ლიდერი ქვია და ფუნქციონალურად აქვს მინიჭებული კონსტიტუციურად აქვს რაღაცა გარკვეული ფორმა. რამდენად კარგია, რამდენად არ არის კარგი, მათ ესე მიაჩნიათ. თუ ასე ურჩევნიათ, შენ ესეც არ აქვს. საერთოდ არავინ არ ხარ. არავინ იურიდიულად არავინ არ ხარ, კონსტიტუციურად არავინ არ ხარ. ერთადერთი ხარ პარტიის საპატიო თავმჯდომარე და მართავ ქვეყანას. ასეთი ტიპის ქვეყანასთან არ გელაპარაკები, გეუნება ერთი მხარე. არ ველაპარაკები, აგერ მეორეც მოვამ პრეტენზია საერთოდ არ აქვს ამ საქმეზე. მაშინ ველაპარაკები ამას. გინდათ ეგრე გავიყოს, კი ბატონო, მაშინ აქეთკენ წავალ. ამიტომ ეძახის ეს რუსია, თორე ამ რუსთანაც არაფერი გარკვეული არ აქვს. იმიტომ რომ როგორც პუტინთან ხო რთულია მისი ტიპის ადამიანი და ესეც გასათვლელი გვაქვს, დასალაგებელია, საფიქრალია. მისი ტიპის ადამიანი კავშირი განა არ ქონდა, როცა რუსეთში ცხოვრობდა. ოღონდ პირადი კონტაქტები ნაკლებად და პირადი ურთიერთობებით ნაკლებად. მან კარგად იცის პუტინი და პუტინის მსგავსი პოლიტიკოსების სუსტი და ძლიერი მხარეები. იცის ისინი როგორ მოძრაობენ, რა დროს რა არის საჭირო, როგორ უნდა გააკეთოს. იმ წრესთან, რომელიც წრეს გარკვეულწილად მასთან გავლენის იმაში შედის, ხო, სივრცეში, ხო, იმ ადამიანებთან ურთიერთობა რასაკვირველია აქ. და აქედან გამომდინარე ცდილობს ესე დაალაგოს. ასევე ფიქრობდა, რომ ტრამპიც ბიზნესმენია, ხო, სარგებელი, გარიგება, ეს არის, ხო, ტრამპის ტიპაჟიდან გამომდინარე. ამ ტიპაჟთანაც რასაკვირველია დაველაპარაკებ, მაგრამ არც ერთი და არც მეორე სინამდვილეში ამას არ დაელაპარაკება. პრობლემა ამაშია. არც ერთი და თვითონაც არ უნდა დალაპარაკება. მაგრამ ის რომ დღეს საქართველოს შანსი აქვს, ნორმალურად მართლა აქვს შანსი, რომ ევროპასთანაც დაარეგულიროს სიტუაცია. და ეხლა ელოდებიან, რაღაცა მე მგონი რაღაცა ევროპამ ცოტა გვიღალატა რა, იმიტომ რომ რაღაც დალაპარაკება დაიწყეს ამათთან. ასე უყურებ მესმის ესეც ხო. იმ ადამიანებისაც მესმის, იმიტომ რომ ის რაც ეხლა ჩვენ სახელმწიფოს მართლობა, რასაც ქვია, ეს მართლობა არ არის.
ეს რაც არის არ ვიცი რა კონგლომერანტია რა ჯანდაბა ქვია ამ ყველაფერს არ ვიცი მაგრამ ამის გამოყენებაც კარგად შეიძლება ამისი შეიძლება იმიტომ რომ კიდე გეუბნებით სომეხი ჩვენზე უფრო რთულ მდგომარეობაში იყო და მან მოახერხა რომ უფრო მეტი წამოიღო ევროპისგან ვიდრე ჩვენ გვაქვს წამოღებული მიუხედავად იმისა ჩვენ ბევრად წინა ვართ ხა ვიღაც შემედაება რას ლაპარაკობ ჩვენ აღარ ვისა გვაქვს რა ქვია ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი გვაქვს მოწერილი კანდიდატი ქვეყანა ვართ როგორ არის სომხეთი ჩვენზე წინ მე გეუბნებით იმითი რაზეც არის ჯერჯერობით ლაპარაკი ზუსტად როგორ იქნება არ ვიცი ხო შეპირებები ეს ერთია მე რეალობაში როგორ ხორციელდება ეს მეორეა არ მინდა არავინ ის ქვია გადამგდებები კი არ არის სიტუაციის მიხედვით ხდება ხოლმე თორე არავინ არავის არ აგდებს მით უმეტეს კიდე გეუბნებით როცა იმ რანგში ლაპარაკი არა მარტო იმასე ევროპა არ აგდებს და რუსეთმა სულ გადაგვაგდოს რო იძახენ ეგეც არასწორია ერთი დაჯექით კარგად ისტორიულად ვინ როგორ გადააგდო და ამის მიზეზები იყო თუ არა და ნახავთ თუ ესე გადაგდებები არ ახდება ხოლმე თუ მან საფუძველი არ აქვს მაგრამ სიტუაცია იცვლება ეხლაც ჩინეთმა ხო ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაჯდა და რო დაჭირდება მის ინტერესებს არ ნიშნავს რომ ირანს გადააგდებს არ ნიშნავს რომ რუსეთს გადააგდებს არამედ მისი ინტერესებიდან გამომდინარე, რაც იქნება მისი ქვეყნისთვის საჭირო ისე, რომ არ გააფუჭოს ურთიერთობა ირანთან, არ ჩაწყვიტოს ბოლომდე ურთიერთობა, ისევე როგორც არ გააფუჭოს ურთიერთობა რუსეთთან. იმიტომ რომ მარტივ რამეზეა, როგორც კი იმ ურთიერთობას ერთ რაღაცას აფუჭებ, ბუნებრივად მოყვება, ეს ცხოვრებაში წესია. ბიზნესში ბიზნესმენების უდიდესი ნაწილი ერთმანეთის გადაგდებებით კი გამდიდრებული, მაგრამ არ არსებობს რომ ბოლომდე ეს ყველაფერი მათ და ბევრს ნახავთ, რომ არ შერჩენია. იმიტომ რომ არასწორია. ამიტომ გადაგდება არ უნდა მოდიოდეს. ეს ჩვეულებრივი რამეა. ორ მხრივად უნდა იყოს. მაგრამ ის რომ შენს გაიგებ რომ აბა რა მექნა, ხომ ეს სხვა გამოსავალი არ ქონდა. ისევე როგორც საქართველოს ძალიან თავისუფლად და სწორადაც გაიგეს. მე ახლა რუსეთთან სანქცირება დავიწყო ქვეყანა ჩამომენგრევა თავზე. რა თუნდა ამას ზღაპრების მოყოლა რომ იცი რა მე ამას იმიტომ ვაკეთებ და აბა სხვა გამოსავალი არ არის და არ და ეს ევროპა ომში მithრებს და არ ჭირდებოდა ესა. შეიძლება ყველაფერი პატიოსნად ილაპარაკო. ის გარიგებების ბიზნესის ენაზე ილაპარაკო. თუ სხვა ენა არ იცი, თორე დიპლომატიური ენაზე კიდევ უფრო კარგად შეიძლება ამ ყველაფერს დალაპარაკება. ოღონდ დიპლომატიური ენა ცოტა რთულია ძნელი გასაგებია, ეს ჩვეულებრივი რამეა, მაგრამ გაგება შეიძლება. ბიზნესი შედარებით უფრო ადვილად გასაგებია, იმიტომ რომ კვეთრია და პირდაპირ ასე ვთქვათ, გარიგებაზე, ციფრებზეა ლაპარაკი, მოგება-წაგებაზეა ლაპარაკი და აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი შეიძლება ესეც დაალაგო. და გამოყენება შეიძლება ამისი. დასავლეთთან ურთიერთობა რო აუცილებელია. თქვენ გონია ამ ხელისუფლებამ არ იცის, რომ იცის როგორ არ იცის. და რომ მოუწევს კიდევაც ეგეც იცის. და ამ ხელისუფლება არა კიდე გეუბნებით ამ ხელისუფლებაში ეს ადამიანები რომლებიც შეურაცხყოფას ნამდვილად არ ვაყენებ და ნუ რავინ ჩათulis რომ არ ჭირდება ამას ისა. უბრალოდ ისინი არ წყვეტენ სინამდვილეში. არ წყვეტენ, მათი გადაწყვეტის ფორმა რაც არის, იქაც საშინელებები აქვს ნაკეთები, იმიტომ რომ შეიძლებოდა ამ ყველაფრის მიღება ისე რომ ეს შედეგები არ ყოფილიყო, ეს დაპირისპირება არ ყოფილიყო. შეიძლებოდა გაეკეთებინა. ხო იმისი არ იყოს, ღარიბაშვილი განა იგივე კარგი შემსრულებელი არ იყო, მაგრამ რაღაცა ურთიერთობებს ალაგებდა და შეეძლოდა ელაგებინა. ისევე როგორც დანარჩენი პოლიტიკოსები, რომლებიც ოცნებაში იყვნენ. ხო, გინდა კვირიკაშვილი, მაგრამ საბოლოო ჯამში გამოვიდა, რომ იმათანაც ბიძინა მართალია. იმათთან მართალია ბიძინა, იმიტომ რომ იმ ადამიანებმა ჩათვალეს, რომ რაღაც გარკვეულ სფეროში თუ კი მიეცათ თავისუფლების მეტი ხარისხი, თავის სასარგებლო, თავის ფულის გაკეთების საშუალებად გამოიყენეს ეს ყველაფერი და თან ჩათვალეს, რომ ეს ყველაფერი მათ თავისით მიაღწიეს, კაცო. თავისი ჭკუით, თავის გონებით. ცუდი კი არ არის, კაცო, ამბიცია როცა გაქვს ადამიანს ამისი. არ არის ეს ცუდი, მაგრამ რაღაცა საფუძველიც უნდა კონდეს. და აქედან გამომდინარეა, რომ ეს ხელისუფლებაც, რომელიც დღეს არის, ხო, სინამდვილეში ერთ კაცზეა, ხო, დამოკიდებული. და იმ ერთ კაცთან ფორმულა რაღაცა ისეთი გასაკეთებელი, რომ მანაც დაინახოს, რომ მისი ინტერესებიც გათვალისწინებულია, ქვეყნის ინტერესებიც გათვალისწინებულია, იმიტომ რომ ამ კაცს პრეტენზია აქვს, რომ ქართველ ხალხს ის ერთი წარმოადგენს. ანუ წყარო ხელისუფლების ის არის. ქართველი ხალხი როგორც ესეთი, რომ წყარო უნდა იყოს ხელისუფლების, ის კაცი თulis, რომ წყარო ხელისუფლების, ისა და თვითონ არის ქართველი ხალხი. ამიტომ ქართველი ხალხის
ინტერესები უნდა დაემთხვეს იმ ერთი ქართველი ხალხი რომ ქვია იმ კაცის ინტერესი რაღაცა მომენტებში. ეს ფორმულებია მოსაფიქრებელი და დასადები. თორე სხვაგვარად რევოლუციურ სურათს მივიღებთ და ისევ ისეთი მდგომარეობაში აღმოჩნდებით. რომ ის რაც ერთმა დააგროვა და ამ დაგროვების ფასი გვაქვს, თან ცუდი ფასი გადახდილი ამ ყველაფერში, როგორც მიშას დროს ვამბობდით, რომ ცუდი ფასი გადავიხადეთ, მაგრამ ქონდა რაღაცა, რომელიც ჯერ კიდევ რაღაცა დონეზე კაჩავს, ისევე ეხლაც შეიძლება ამ ყველაფრის კარგად გამოყენება. სოფლიოში ისეთი ვითარებაა, რომ ამ ყველაფრის კარგად გამოყენება შეიძლება. ქვეყნისთვის ოღონდ შეიძლება და მისთვისაც, იმიტომ რომ მას რაც აქვს, როგორც და საინტერესოა, მოთამაშეს პიროვნება და ეს ადამიანი თამაშობს. ჩემი ის 2 მილიარდი, რომელიც ამახიეთ. რომელიც დასანქცირებულია. ამერიკელი გეუბნება, ბიჭო, არაო, რაღაცა სანქცირება არ არის, რაღაც სხვა რამე მოხდა გვეუბნება. არ მაინტერესებს რა. ეგ თქვენ თვითონ გაარკვიეთ ეგ ამბავი. ეს ფული დამებრუნეთ და დავიწყოთ დავილაპარაკოთ. საქართველოსს დავილაპარაკოთ, აინტერესები გაქვს დავილაპარაკოთ. ამას ამ ვაბანკზეა წასული. ხო, ეს ამას ვხედავთ ჩვენ. ამ ყველაფრის გამოყენება შეიძლება. ოღონდ დალაგება ჭირდება ამას. დალაგება ჭირდება მოსაფიქრებელია. დრო არის ამისი. ახლა ვიღაცები ფიქრობენ, ეხლა იქნება ისა რა ქვია არჩევნები. არა, ის სიტუაცია თუ არ გაირკვა, უკრაინის, ირანის, კავკასიის ეს ყველა სიტუაციები ერთმანეთზეა მიბმული. და ერთდროულად დაიწყება ამ ყველაფრის დალაგება. და ერთდროულად რო დაიწყება ამის დალაგება, ამისთვის რამდენად მზად აღმოჩნდებით. ქართველები რამდენად აღმოჩნდებით, საქართველოს მოქალაქეები რამდენად აღმოჩნდებით ამისთვის მზად და რა ნაბიჯებს გადავდგათ ამისთვის, ამაზე იქნება ბევრი რამე დამოკიდებული. და დავიწყოთ ამაზე ფიქრი. მე ეს მინდოდა რომ აი რამენაირად, როცა თქვენთან ურთიერთობა მაქვს, მე მინდა რომ ამ ფორმით შეხედოთ, შედარებით განსხვავებული ფორმით შეხედოთ, ვიდრე ვთქვათ, ხშირ შემთხვევაში ტელევიზიით გესმით ხოლმე გინდა სახელმწიფოდან, გინდა იმიდან რა ქვია საპროტესტოდან, ხო? აი ეს მომენტები გავიაზროთ, შუაში რაღაცა მოვძებნოთ, იმ თავარ შუაში რომ ამ ორ პოლუს შორის რაც გითხარით, ხო, ორი უკიდურესობა, რომელსაც ერთსაც და მეორესაც ორივეზე უნდა გაგეცინოს, ხო, ადამიანს. ხო, ეს მომენტი უნდა გავიაროთ და ვიფიქროთ, აი ამას ვთვლი მე რომ ამიტომ მოვდივარ ხოლმე, ამიტომ ვცდილობ რომ ვილაპარაკოთ, თქვათ ეს პარასკევი დღე, რომ ადამიანები ერთად რაღაცა ვიფიქროთ და ერთად მივიდეთ იქამდე რომ გავიაზროთ შექმნილი სურათი და შედეგი მივიღოთ ნორმალური და ქვეყანა გამოვიყვანოთ ამ მდგომარეობიდან და ამისი მომენტი დადგება. ყველანები გრძნობთ ამას, ნუ დავაჩქარებთ. ყველანები გრძნობთ, აი როდესაც ყველას ექნება რომ თქმაც არ დაჭირდება რა, უკვე მეც ვიგრძნობ თქვენ აი ამ დღეს მოდი შევიკრიბოთ და დავდგეთ. ეს მომენტი ალბათ უნდა მოვიდეს, იმიტომ რომ მოგვიწევს მაინც. მოგვიწევს ქუჩაში გამოსვლაც მოგვიწევს. იმიტომ რომ დანახვებისთვის არის საჭირო. რა მომენტში იქნება ეს და როდის იქნება, ამას ალბათ რო გვაჩვენებს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. კარგად ბრძანდებოდეთ.